ტექნოლოგიებისა და ციფრული პროფესიების შრომის ბაზარს კიდევ 300-ზე მეტი ახალი კადრი შეემატა. საქართველოში ციფრულ მიმართულებებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, რასაც პარალელურად სასწავლო კურსების მიმართ ინტერესის მატება მოსდევს. კურსდამთავრებულებმა განათლება სოციმედია მენეჯმენტის, გრაფიკული და UI/UX დიზაინის, კიბერუსაფრთხოების, ციფრული მარკეტინგისა და IT პროექტების მართვის მიმართულებით მიიღეს. როგორც Skillus-ში აცხადებენ, მოთხოვნადი სპეციალობების ათვისებაზე მომართვიანობა სტაბილურად მზარდია. Skillus წარმოადგენს წამყვან ტექნოლოგიურ კოლეჯს საქართველოში, შესაბამისად ჩვენთვის მნიშვნელოვანია შრომის ბაზარს მივაწოდოთ მაღალკვალიფიციური კადრი. დღით დღე მატულობს მომართვიანობა ჩვენს ტექნოლოგიურ პროგრამებზე. წლევანდელი ნაკადი გამოირჩეოდა მეტი ინტერესით და ჩართულობით, შესაბამისად ვიმედოვნებთ, რომ მათი გასვლა შრომის ბაზარზე იქნება ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი მათივე მომავლისთვის, ამიტომ წარმატებებს ვუსურვებთ მათ შემდგომი განვითარების გზებზე. სტუდენტებმა თეორიულთან ერთად პრაქტიკული განათლებაც მიიღეს, რაც ინდუსტრიის სპეციფიკიდან გამომდინარე ბაზარზე მათ მეტად კონკურენტ უნარიანს ხდის. სასწავლო პროცესის განმავლობაში ისინი გამოცდილი პროფესიონალების ხელმძღვანელობით რეალურ პროექტებზე მუშაობდნენ, რაც მათ სამომავლო დასაქმებაში უნდა დაეხმაროთ. Skillus-ში გავიარე სოციალური მედიის მართვის კურსი და მინდა ვთქვა, ამ კურსის გავლის შემდეგ დავწმუნდი, რომ არასდროს არის გვიან, გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი პროფესიულ გზაზე, განავითარო შენი შესაძლებლობები, შენი უნარები და უფრო მეტად შეიცნო შენი შესაძლებლობები. Skillus-ში მიღებული ცოდნა უკვე გამოვიყენე პირადი საოჯახო ბიზნესის მართვაში, მის სოციალური მედიის წარმართვაში, კამპანიების დაგეგმვაში და აუცილებლად გეგმავ, რომ მომავალში კიდევ დავინტერესდები Skillus-ის კურსებით და აუცილებლად კიდევ გავიღრმავებ ჩემ ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით. Skillus აკადემიაში გავიარე სოციმედია მენეჯმენტის კურსი, რაც დამეხმარა იმაში, რომ მეპოვნა რა არის ჩემთვის სასურველი და ჩემი ინტერესის სფერო უფრო კარგად გამეგო. კურსის ფარგლებში გავიარე როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ერთ-ერთი მთავარი იყო, რომ დამეწყო სამსახური ჩემი სფეროს მხრივ და ამ მიზანს მივახციე. სოციმედია მენეჯერი ვარ ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიაში და შემდგომ გეგმას რაც შეეხება, მინდა რომ ვცადო უცხოურ ბაზარზე ჩემი პროფესიით. ციფრული ტრანსფორმაცია მსოფლიო ბაზრის მთავარი ტენდენციაა. შესაბამისად, ტექნოლოგიურ კადრებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. ეს გლობალური ბუმი ქართულ სპეციალისტებს უნიკალურ შანსს აძლევს. ადგილობრივი კომპანიების გარდა, საკუთარი ძალები დისტანციურად, საერთაშორისო წამყვან პლატფორმებზეც გამოსცადონ.